ვინ ხართ, სად გაჩნდით, რაზე გაჩნდით, ან რისთვის გაჩნდით, ან ვისი ძუძუ გაქვთ ხალხო, ნაწოვი დედა არა ყავთ, მშობლები არა ყავთ სახლში, რომ ამ დაგვარ სითავ ხედეთ და სინაძირლეს ბედავთ და შვილი მკვდარ დედას ეკა კუპატაძეს ებრძვით, ესე რა ქვია, ინფორმაციულად. ან რა SMS-ებს ყრით, რას ადანაშაულებთ ხალხს, თურმე ბოდიში უნდა მოგიხადოთ. ბოდიში მოგიხადოთ, კი არა, მიწას უნდა თხრიდეთ, ცხვირით თქვენ. ცხვირით უნდა თხრიდეთ მიწას, ქალს ანგელოზივით შვილი მიწას ჩაუწვინეთ. რა გააჭირეთ ბოლოს და ბოლოს საქმე ამ ნიაკო იმნაძე. ვერ გავიგე, ნიაკო იმნაძის დედმამა შვილი ყავს და ეკა კუპატაძის შვილი არ იყო? მე ძალიან კარგად ვიცი მაგ ბიჭის ავანჩავანი, საუკეთესო ადამიანი, ცუდის მთქმელი კაცი არ დადის თემქაზე. მოინელეთ ხალხო, მოინელეთ. იმის მაგივრად რომ მოინანიოთ და მუხლებზე სთხოვდეთ შენდობას ამ ქალს და ამ დააყენეთ ქალი, რომელიც ყველა წუთში კვდება მისი შვილის გახსენებისას, სასაფლაოზე ძინავს ქალს. დაავიწყდა საერთოდ არსებობა თავისი და ყოველ წუთში კლავთ, იმიტომ რომ ვიღაცის დაკრიშული, გათახსირებული, გაფუჭებული, დიახ, ვიტყვი, გაფუჭებული ადამიანები ახალგაზრდები არიან თუ არასრულწლოვანები არიან თუ რაც არიან, კეთილი ინებოდა საკუთარ საქციელზე პასუხი აგონ. დაანებეთ ეკა კუპატაძეს თავი ძალიან დიდი ხანი ვითმინე, ძალიან დიდი ხანი ვითმინე, რომ საერთოდ არ შევხებოდი ამ თემას, იმიტომ რომ დედა ვარ, სამი შვილის დედა ვარ და დედები ხართ თქვენც. ვინ რისი გამკეთებელი ვართ ჩვენ შვილზე ტკივილის მიმყენებლის მიმართ, კაცმა არ იცის. მე მაგალითად ადეკვატური აღარა ვარ და კარგავ ადეკვატურობას. ქალმა საქმე გამოიძია საკუთარი შვილის გარდაცვალების, მკვლელობის საქმე გამოიძია. და ვიღაცები აქ ნოტებზე ელაპარაკებთ, ვინ ხართ, გაეთრიეთ, გადაშენდით საერთოდ. ყველაფერს როგორ აბინძურებთ და აფუჭებთ. გასავათებული ქალი დადის დღე და ღამე ზუსტად თანამედროვე ოთარაან თქვრივი რომ იპოვოს სამართალი. ალბათონო ეკა იცოდეთ რომ ყველა დედა, მე დარწმუნებული ვარ, ყველა დედა ვინც ზუსტად იცის რას ნიშნავს შვილი, ყველა დედას იმის შიში აქვს რომ მის შვილს რამე არ ეტკინოს და ყველა დედა ვართ თქვენს გვერდით. თქვენ კიდე ბინძურებო აქ დადაყავით საზოგადოება ელიტებად და ძალიან ისეთებად. რას ქვია ელიტად რა, ვინ არის ეს ნიაკო იმნაძე, რომ ეს ზემოდან გადაფარებულები ხართ და აღარ იცით სად რა დაწეროთ. ani კაცი ვიღაცა რო ეხლა ვისი SMS-ებიც ამოვარდა ქალს ეუბნება რომ ბოდიში უნდა მოგიხადო, თვალებს რა გთხრით და რა ქვია მოსაკლავად არ გიმეტებს, მადლობა უთხარით. დააბერეთ ქალი 10 თვეში, ქალი დაამსგავს, რას დაამსგავს ეს ქალი. შვილმკვდარ დედას სტატუსი არა აქვს, რომ იცოდეთ და აღარაფერი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ ის ფიზიკურად გადაადგილდებათ, რომ სულიერად ისიც მოკვდა. მასაც კლავთ. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის მკვლელები. უმკაცრესად. მზის სინათლე არ უნდა იღირსოთ კარგა ხანი. არ გააჭირეს საქმე, არ შეჭამეს ეს ქალი. საბოლოოდ, ამათ უყურე ერთი. ის ვინც ხომ ახლა ბღაოდით და ყვიროდით გირგულიანი, ავალიანი არ არის დედის შვილი? თუ სად ახართ ახლა? თქვენს გვერდით ვართ, ქალბატონო ეკა. გამძლეობას გისურვებთ. და რა თქმა უნდა, სამართლის ზეიმს და სამართლიანობის. თავს გაუფრთხილდით.